სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ბებო მოდი დროზე თორე გაგიცივდება ჩაი იცვამს და მოდის რამდენი რაღაც გაგიკეთებია რა ამბავია აიცი დედა იქნება როგორმე მივაჩვიოთ ეს ბავშვი საუზმეს მეც ხო არ ჭამდი შენ საუზმეს კი არა არაფერს არ ჭამდი არც სკოლაში მიირთმევდი არაფერს და ეს კიდე სკოლიდან სუნაჯამი მოდის გიждდებიან ახლა ბავშვები გარეთ ჭამაზე ხო იცი ყველა ეგრე ой მე ნახევარია უკვე დააგვიანდება ისა დამავიწყდა არ მედი სკოლაში რატო და ხვალ აქ ჭადრაკის ტურნირი და მთხოვა ვიმეცადინებ სახლში უღი რას ამბობ რა ტურნირია საჭადრაკო სკოლების შორის ტურნირია მართლა და ბებო შენ გიშვებენ ხო მე რაღაცა ისე ხარ სხვანაირად მოწყენილი რატო ბებო მე შინია უბრალოდ რო არ წავაგო ცეს ფიქრობს წააგებს ამით მასწავლებელს შეარწყვანს ამგონი უბრალოდ არ მინდა რომ წავაგო ბებო რას ამბობ ვის უნდა ეხლა რომელ ბავშვს უნდა წაგება არავის ნამდვილად უბრალოდ მე იმას ვეუბნები რომ წააგოს არა უშავს თქო ხო აბარა თან პირველი ტურნირია ისე ბებო მართალი გითხრა მიყვირს აი ესე უცებ რო გაგიშვეს შენ ტურნირზე აბა სულ ახლახანს არ დაიწყე ამ ჭადრაკის თამაში ხო და ეგ ხო იცი რას ნიშნავს რას ნუ ძალიან მაგარი ხარ და იმას ყველაზე მაგარი დაჭედე ხვარინდელ ტურნირზე შენ ხელები იქნებიან არა დიდებიც იქნებიან მაგრამ ყველა თავის სტოლს ხვდება ხო და აბა მოგიგია ბებო რა რა შუაშია თორე იმ შუაშია რომ მე შენი ასაკის ბავშვი შენაირი ჭკვიანი არ მინახავს და საერთოდ მე მგონი არც არსებობს არა სწორია ბებო ეგრეა ნამდვილად რომელ საათზეა 11-ზე მაგრამ მე ადრე უნდა მივიდე რომელზეც კი დე რაღაც არ გქთხოვ შემსრულება რასაც გინდა შეგისრულებ ყველაფერს არ გეწყინება რა უნდა მეწყინოს შენგან ჩემს ცოცხლი ხო შეიძლება ხვალ რომ მამამ წამიყვანოს კი როგორ არა დაურეკავ და ხო გაგიჟდება სიხარულისგან უბრალოდ თუ ეცლება ბებო რას ლაპარაკო შენზე უფრო მნიშვნელოვანი რა საქმე უნდა გქონდეს მოიცლის აბა რას იზამს მიდი ჭამე ნახე და გემრიელი საუზმე მოგიმზადე ბებო ახე იმათ არ გავართ რა ქვია ტარიელი ფრიდონი და ავთანდილი გახსოვს ჩვენ ახლა ვიფხის ყავსანი საიდან უნდა გვახსოვდეს ხო და თუ არ გახსოვს გეუბნები რომ გავართ მე ცივის გამსგავსებ ქაჯეთის ციხე გახსოვს ხო იქ რო ხალხი დადის აი მაგად კაი გადავედით საქმეზე ახე არ უნდა ქაჯობა გინდა გითხრა ქაჯობა რა არის
ვანოს წინადადებას თუ არ დავთანხმდებით და არ შეხვდებით. აი ეგ. რატო ვითომ? რაღა რატო ბიჭო? კაცმა თქვა რომ ავეჯის ბიზნესი მაინტერესებსო. თქვენთან ერთად მუშაობა მინდაო. გაყიდვებს და კლიენტებს ჩემ თავზე ვიღებო და მეტი რა გაკეთოს. არა, ცუდი წინადადება რა. ცუდი კი არა, კობა. ჩემი აზრით უნდა გავბოდით. გაიკეცი მერე. მე აღარ შემილია რა ეგეთ ტიპებთან ურთიერთობა რა. ზუსტად იგივე ვარიანტი იყო ეხლა, მაგრამ აგი კი დავრჩით გარეთ. კასპერ, დამიჯერე რა, ეს საერთოდ სხვა ამბავია. რავი, არ ჩანს რა, ეხა ცუდი ტიპი და არც გადამგდები რა. ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევატყვე ეხა. თავიდან ყველა ეგრე არის. რაღაცა ორი კაპიკი დაგვრჩა და იმასაც ნუ დავკარგავთ. ბიჭო, არაფერს არ დავკარგავთ. შეიძლება მილიონიც ვიშოვოთ. აი რა ეგ შენთან იქ ვიდეო თამაშებში. ცხოვრებაში ეგრე არ ხდება. რატო? შეიძლება ხდება კიდეც. ჩემი ნება რო იყოს წავიდოდი და შევხვდებოდი რა, ეხა მაგრამ აქ ხო თავარი კაცი შეეხარა. თავარი არა ძმაო, ჭკვიანი ვარ. კასპერ. კარგად დაფიქრდი. კარგი ხართ? კი, უბრალოდ კიბებზე არ მოვიფინე და ხო, თულია ხოლმე ძველი ჩვევების დავიწყება, მაგრამ ესეთ მდგომარეობაში ხარი განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ თავს. შეიძლება ხარ შევიდე. არა, იცით ახლა დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ცოტა ხანი უნდა ეცინოს. შევალ და ჩუმად ვიქნებია, არ გავაყუწებ. გიყვარს. ნახევარი ცხოვრება ერთად გავატარეთ. ჯერ მეგობრები ვიყავით, ერთ სოქმანი. იყავით? რამდენიმე თვის წინ დავშორდით. არა და რა კარგი ბიჭი ჩანს. ვერ წარმოვიდგენდი თუ ორ სულთელს მიატოვებდა. რაფეშუა შეერაერთოთ. ჩემბრელი იყო. თქვენც კარგი გოგო ხართ. აი ესეთი მუცლით ბევრი არივლის ყოფილ ხართან. ვიცი. მე ვიცი. აქედან ხალხს ხედავ და იმდენ ოჯახს კარგის და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა აღარ მერევა. კარგი გიხოცები, ნუ მომართლებთ რა. მეც ალბათ რაღაცნაირად ჩემი შეცდომების გამოსწორებას ვწევ. სინანული. აი ეს უკვე არის შეცდომების გამოსწორება. იცით სინანულის გამო მეც 6 წელი ვუვლიდი ავადმყოფ ქმარს. ესამბობთ. ხო, მაგრამ ახლა ერთმანეთზე თვითფასი არავინ მყავს. ძალიან ბედნიერი ხართ ალბათ. კი. მე ვფიქრობ, რომ თქვენც უნდა იბრძოლოთ თქვენი ბედნიერებისთვის. ეს ბიჭი ღირს ამათ. რაღაც სისულელე კი გააკეთა, მაგრამ სისულელები ვის არ გაგვიკეთებია. კარგი, მოდი 10 წუთი შედი. ოღონდ არავინ არ დაგინახოს, კარგი? მადლობა. დიდი აიშია. მიდი, აიღე. მიდი სწორად. მოდი. მოდი, აი, კარგია. როგორ ხარ? კარგი, შენი საყვარელი კაპუჩინო მომიდა. მადლობ, მაგრამ არ იყო საჭირო. ვიცი. უბრალოდ უცებ მომინდა რომ შენი საყვარელი ყავა მეყიდა. რა ხდება შენს? სამსახურზე მინდა მეკითხა. გვაყოფილი ხარ თუ არა? კი. მოკლედ აქ მოვედი ელენას თხოვნით. ვიცი ხო დამირეკა. ძალიან სასაცილო ბავშვია. გითხრა რაც უნდა და არა, დედიკო გეტყვისო, მე რაც უნდა გთხოვო. მოკლედ გადის ჭადრაკის ტურნირზე. მართლა? აბა, ტურნირზე გაყავთ უკვე? გენიოსია. ჩვენც ისე გაგვიხარდა ძალიან. თვითონაც ხარია? კი, აღონ ძალიან ნერვიულობს. აუ წარმომიდგენია. რომელ საათზეა?
11-ზე იწყება, მაგრამ მე იქ უნდა ვიყო 10-ის ნახევარზე, ესე ამბობს. 9-ზე გამოგივერთ. თუ პირდაპირ იქ მოვიდე. არა, თუ შეგიძლია სახლში მოვაკითხე. მე ვერ მოვდივარ. მარტო ერთი გულშემატკივარი შეგიძლიათ წამოიყვანოთო, ესე უთხრა მასწავლებელმა. მაშინ გავი შენ თუ გინდა მე არა, ჯერ ერთი ელენეს უნდა რომ შენ იყო. ხო გცალია. ის მაღაზიის მნიშვნელობას რას უნდა მოგეთქვა? რა ვიცი. კაი, მოკლედ მოვაკითხო ხო 9-ზე? კარგით. გამოგაყვანი. არ მინდა. მადლობა ყავისთვის, ძალიან გემრიელი. რა უნდა ნეტეხე იმ ადვოკატს? კიდე რამე ხო არ მოხდა? ირანაირი სახე გაქცი? გეგონება მორჩა დამთავრდა ყველაფერი. აღარ შეიძლება. კარგი, დამშვიდი რა. ისე არის რა გადავიტანეთ სანამ მოხვიდოდი. გისგავდა ის ნერვიულობდა. მე? არა, მე. ძალიან მინდა რომ დაგამშვიდოთ, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი რა ხდება. ხო, ან არ ვიცით რატომ დაგვიგა რა გამომძიებელი. გამომძიებელი როცა გიბარებს მაგ დროს რას ნიშნავს ეს? შეიძლება საქმეს რამე ახალი გარემოება დაემატა, ან სულაც ახალი მოწმე გამოჩნდა. ხო და კარგია თუ ცუდი? ვერაფერს ვერ გეტყვი. ჯერ უნდა გავიგო რა ხდება. ანუ კარგი არაფერი. არ უთქვას რომ კარგი არაფერია. მეც უნდა წამოვიდე? კი. ნერვიულობ? არა, უბრალოდ ბარხს წამოვიღებდი. აუ გაჩვენდი რა. გაჩვენდი. კარგი რა გოგა, რა მართლა კიდე ეს უნდა ამას. წამოვალ მეც რა. სად უნდა წახვიდე, ვერ გავიგე რა უნდა აკეთო იქ. გეხვეწები წამოვალ. არა, ნერვებს მომიშლი იქ არ მინდა. ვაიმე, ხმას არ ამოვიღებ. შენ თავს გეწები, ხმას არ ამოვიღებ. ხო, უფრო მშვიდად ვიქნები, გავგიჟდი უკვე აღარ შემილი. კი ბატონო. კაი? შენ თუ უფრო მშვიდად იქნები, შენ გეცილე წამოხ. კაი, ავიღებ ჩანთას და 2 წუთში გამავალ. ჯიუტია რა, არ შემილი. ისე მეჩვენება თუ დღეს უფრო დამშვიდებული ხარ? ხო. რავი, არ ვიცი. არა, ცოტა კი მეძინა იმ კერესას ძმა